გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მე ვარ ლევან ყაზიშვილი. მუშაობ კომპანია პერიმეტრში. კომპანია პერიმეტრი არის სარემონტო კომპანია და დღეს ჩვენ ვაკეთებთ ელექტროობას M კვადრატის პროექტში. პირველი ეტაპი, რაც გადავწყვიტე, საიდანაც უნდა დამეწყო სამუშაოები, ეს არის სამზარეულოს ზონა. მსუბუქი სამუშაოებისთვის ეს ხელთათმანები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ კარგი ვენტილაცია აქვს, ხელები არ მეხუთება შიგნით. სანამ დავიწყებდე გახვრეტას, მინდა რომ აქ კარგი ჯვარედინი დავსვა. გავუსმენო კარგად ხაზს, აი ასე. გავუსვათ ესე ხაზი. ეს არის ცენტრი, როზეტების ცენტრი. ორი როზეტი უნდა დადგეს, ანუ ერთი იქნება აქ, მეორე აქ. ყურადღება უნდა მიექცეს აი ამ თავაკებს, რომ არ იყოს მშრალი. და აი ეს გვირგვინი უნდა იყოს ნაპირზე. შევამოწმოთ, კარგია, კარგია. დავიწყოთ გახვრეტა. აჩერ გაზომე ერთხელ გაჭერიო, წავიდა. ფლექსიბელური რეჟიმი, დარტყმის ფუნქცია. კარგია. აი ხა ეს უნდა წავამტვრიოთ შიგნითა ნაწილი. ეგ არის. მოდი მეგობრებო, ახლა ვნახოთ როგორ ჩაჯდება აქ როზეტი. აი ორი როზეტი ერთმანეთს გადავაბი და როგორც შეკვეთაში იყო, სიმაღლე ცენტრი 60 სანტიმეტრი, კედლიდან გადმოსვლა 35 სანტიმეტრი. შევსვათ. იდეალურია. ეს ჩაფიქსირდება, ჩამაგრდება, შემდეგ აი ეს მომენტი არ იქნება ლაზერში გასწორდება ზუსტად ჰორიზონტში და იქნება იდეალური. სამუშაოების დროს პერიოდულად ყოველთვის რეკომენდირებულია ჩვენი დანაგვიანების აღება. აი ამ ნაწილში სიმაღლე გვაქვს 2 მეტრი, კედლიდან გადმოსვლა თუ სწორად მახსოვს არის 50 სანტიმეტრი, ვნახოთ. კი ბატონო 50 სანტიმეტრია შეკვეთაში. გადმოვთოთ ტრიალი და დარტყმა ერთდროულად, წავიდა. იდეალურად ამოიჭრა. LED კაბელი ძალიან ზევითაა, შეკვეთის მიხედვით ჩამოსატანია იატაკიდან 160 სანტიმეტრი და გვერდული გადმოსვლა, ანუ მარჯვნივ გადმოსვლა 35 სანტიმეტრი. ეხლა აქ გათხრით სამუშაოებს რო ვაკეთებდი, გაზისმილი იყო აი ასეთ პოზიციაში დაახლოებით, რასაც შეიძლება გამოეწვია გაზისმილში მტვრის ნაწილაკების ჩაყრა. დახშობა გაბიდნა. ყურადღება მისაქცევია ხოლმე ესეთ რაღაცეებზე რეკომენდირებულია აი ესეთი ბრჭყალებში რუსულად ზაგლუშკას ეძახიან, ანუ უბრალოდ საცობი რა, საცობის მოძებნა, თუ ესეთი რეზინები ხელთ არ გვაქვს, რაღაცნაირად მაინც ცოტა უნდა ესე გადავხაროთ და დაბლა უნდა იყურებოდეს ეს მილი, რომ პირდაპირ წამოსული მტვერი ამაში არ უნდა მოხდეს არც ერთ ვარიანტში. ასე რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ, მეორე არ უნდა გავაფუჭოთ. აქაც უკვე ამოუჭერი ფართუკის როზეტებისთვის და შემდეგ როდესაც დაყენდება ესეთი რუსულად პრავილას ეძახიან, ქართულად პონის სამართებელს უწოდებენ, ესე დაედება, ეს გამოიწევა და აი ესე უნდა დაყენდეს როზეტები, აი ამის დონეზე. ასე რომ აქ საკმარისად ისეთი სიღრმე მაქვს ამოღებული, რომ აი აქ როდესაც შევა სპეციალური მასალა, ეს იქნება იაპი გიფსი თუ ანალოგიური თაბაშირი, ანუ არ ქონდეს მარტო გვერდებში კონტაქტი, რომ ქონდეს უკანაც, რომ გამოივსოს ეს ადგილი და მთლიანად კარგად დაფიქსირდეს მეგობრებო, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ერთი შეხედვით თვითონ ნიუანსი, დეტალი, მაგრამ აი ამ დეტალებშია ხარისხი, საბოლოო ჯამში ხარისხი იდება ესეთ დეტალებში. ზოგმა იცის ხოლმე გამოჭრა ზუსტად აი ამის ზომაზე. მე მიყვარს ოდნავ სიღრმეში წასვლა. რატომ? იმიტომ რომ აი რაც წეღან ვახსენე, რომ უკანაც ამოესვას სალესი მასალა, რომ ფიქსაცია გამოვიდეს მაქსიმალურად ხარისხიანი.